ექიმებში დღეს გაიგებთ, რა არის აპენდიციტი, რომელსაც შეცდომით ბრმანაწლავის ანთებას უწოდებთ. დაანებეთ თავი სახელების შეცვლას, თირკმელებს ნუუწოდებთ ჭაჭებს. ნაღლის ბურს ნუუწოდებთ ნაღველას. თქვენ მოისმენთ საოცარ ისტორიას თიკო სადუნიშვილისგან. როგორ გაუკეთდა ოპერაცია, რომელიც არ სჭირდებოდა. უკვე საოპერაციო მაგიდაზე რომ დამაწვინეს, მივხვდი რომ რაღაცას თიკო შენისა. ნახეთ, როგორ იჭედება თირკმლის კენჭი სადინარში. უყურეთ ნაღლის ბუშტის ოპერაციას გადაცემის სამღმანის შესრულებით. ოპერაცია დასრულებულია, მადლობა ყველას. მიიღეთ 3 მთავარი რჩევა, რომ კენჭის წარმოქმნის საფრთხეში ამციროთ. გაეცანით თქვენი მუცლის ღრუს ანატომიას. დღეს ჩვენ იმ მოულოდნელ ტკივილებზე ვსაუბრობთ, რომლებიც თქვენს მუცელში ჩნდება და ხანდახან კედლებზეც კი გაყავხართ. ექიმები იწყება. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ექიმები, მე ნინო დათო და ლევანი ვისაუბრებთ თქვენთვის საინტერესო სამედიცინო თემებზე. არსებობს ტკივილები, რომელიც უცებ ჩნდება მუცელში და ირღვევა ამ დროს თქვენი მშვიდი ცხოვრების რიტმი. შესაძლებელია იმ დღესვე თავი ჰოსპიტალში ამოყოთ. დარწმუნებულია, რომ ბევრი თქვენთაგანის ცხოვრებაში ყოფილა ესეთი ეპიზოდი, რომ დილით ადექით, მოემზადეთ, მიდიოდით სამსახურში თქვენ საქმეზე და უცებ ისეთი ტკივილი იგზენით მუცელში, რომ სასწრაფო გამოძახებას კი დაგჭირდათ. ძირითადად ასეთი გამოძახებები ალბათ მუცელზე ნაწიბურით მთავრდება, თუმცა ერთი რამე არის კარგი, რომ ოპერაციის შემდგომ ტკივილი საერთოდ უკვალოდ ქრება. მოკლედ დღეს ჩვენ 3 გაუსაძრესი ტკივილი შევარჩიეთ, ეს არის აპენდიციტი, ანუ ჭიანაწლავის ანთება, ეს არის თირკმელკენჭოვანი დაავადება, ანუ კენჭის გავლა და ნაღლის ბუშტის, ანუ ნაღლკენჭოვანი დაავადების შეტევა. დავიწყოთ ჭიანაწლავის ანთებით, აპენდიციტით, როდესაც მუცელში რაღაც ტკივა და ტკივილის ლოკალიზება და იმის გარკვევა თუ რა გტკივათ, ეს ნამდვილად ადვილი არ არის. მოდი ვნახოთ რა იცის ხალხმა ამის შესახებ. მე პირადად აპენდიციტის შეტევა არასდროს მქონია და მსგავსი პრობლემა არ გამოვლენია. ნამდვილად არ ვიცი, უბრალოდ გამიგონია, რომ მარჯვენა მხარეს არის სადღაც აი აქ ტკივილი. ეს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ მარცხენა მხარეს ქვემოთ იცის ძლიერი ტკივილი, აუტანელი და თუ ტკივა, უნდა შემოწმოთ. არ ვიცი, უბრალოდ ძალიან ტკივილები აქვს და ფეხის საძა. ჩემი აზრით ტკივილები შეიძლება მეთქო, როცა გამჭოლი ტკივილები გაქვს თან ხშირად. მუცლის ტკივილი იცის, ეს ვიცი და სპაზმური ტკივილი აქვს. გულისრევა, ღებინება, ტემპერატურის მომატება. ფეხის გაშეშება, მუცლის ტკივილი და წელის ტკივილი. სხვადასხვანაირი ტკივილები აქვს, არის მძაფრი ტკივილები, როცა და შეიძლება ეთმოში კონტროლში ჩაგაგდოს მოკეცას და არის, როცა ეს უბრალოდ ხელის და ჭაით გაიგო. მოდი სანამ თქვენ დაავადებებზე დავიწყებთ საუბარს, ერთხელ და სამუდამოდ ნათელი მოვფინოთ ტერმინოლოგიას. იმიტომ რომ აბსოლუტური უმრავლესობა ადამიანების შეცდომით ეძახის ამ დაავადებას ბრმანაწლავს და ბრმანაწლავის შეტევას. ამ დაავადებას ეწოდება აპენდიციტი. ისე ჩვენ მუდმივად იმას ვლაპარაკობთ, რომ პაციენტებისთვის გასაგებ ენაზე უნდა ვისაუბროთ ტერმინოლოგიის გარეშე და ასე შემდეგ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ პაციენტების ფანტაზიასაც საზღვარი არაა და წელი, ჭაჭები, ჯიგარი, რაღაც ნაღველა, თირკმელებს ნუუწოდებთ ჭაჭებს. ნაღლის ბურს ნუუწოდებთ ნაღველას. და ლევან, იცი შენ, როცა მოგმართავენ ხოლმე ცხვირის ოპერაციის გასაკეთებლად, აი ამ ადგილს რატომღაც უწოდებენ კაკანატელას. მე პირველად გავიგენ. ნინო, გინეკოლოგიაში რა ხდება ტერმინოლოგიაში, იქნება რამე კარგი. მაგალითად შემთხვევა მქონია, როდესაც საშოს 64-ის კარს უძახიან. ჩაი, ლოგიკასთან ახლოს არის მაგრამ. ზოგისთვის მანდ არის 60-ის კარგი. მოკლედ ეხა უფრო უკეთესად რო აგიხსნათ, რით განსხვავდება და რომელი ნაწლავია ბრმა ნაწლავი და რომელი ნაწლავია ჭია ნაწლავი, ამისთვის შევხედოთ გრაფიკას. აი ეს წითლად რო ანათებს გრაფიკაზე, ეს არის ეს ჭიაყელა დანამატი, რომლის ანთებაც ვითარდება და რომელსაც თავის ესეთი კარგი სახელი აქვს აპენდიციტი, ხოლო აი საიდანაც ეს გამოდის, ანუ რისი დანამატიც ეს არის, აი ის ნაწლავი არის ბრმა ნაწლავი, რომელიც ერთი შეხედვით ესე მთავრდება ბრმად და შემდეგ იწყება
სხვა ნაწლავი. ანუ სინამდვილეში ეს არ არის ბრმა ნაწლავის ოპერაცია, ანუ აი ამ დიდი ნაწილის, რაც ლურჯად ჩანს, ეს ოპერაცია კეთდება აი ამ წითელი ნაწილის, აი ამ ჭირაყელა დანამატის მოცილებით. ანუ აპენდექტომია გულისხმობს მხოლოდ ამ ოპერაციას და არა ბრმა ნაწლავზე ჩარევას და ოპერაციას. ეს ყველაფერი შეგვიძლია ასევე გაჩვენოთ ანიმაციაზე, როდესაც პაციენტს ტკივა, ანუ აი ესეთი შეგრძნება აქვს ამ ადამიანს, როდესაც აი ამ დანამატში, აი ამ ჭიაყელა დანამატში, აპენდიქსში მიმდინარეობს ანთებითი პროცესი, ეს სიყვითლე მიუნიშნებს შესაბამისად ამ გრაფიკაზე მის ანთებად პროცესს. დათო, ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინე, უფუნქციო ეს ჭიანაწლავი, ეს დანამატი ტყუილა არის მუცელში მარტო იმისთვის არის გამოგონილი, რომ ადამიანს რაიმე ტკივილი მიაყენოს თუ რაიმე ფუნქციას ასრულებს. ეს ჭიაყელა დანამატი, ანუ აპენდიქსი არის ჯონჯოლივით, პირდაპირ გაგებით. თუ სუფრაზე დევს, ეხლა კარგია. რატომაც არ იყოს და თუ არ არის მომენტ არც მოიკითხავს არავინ რა. ნაცლავს ჯერ ასახელი ქვია ჭიაყელა დანამატი, მე შეცდომით კიდე მანაცლავს ეძახენ, ეხლა ჯონჯოლიო კიდე. მე 8 წელიც ვამ. შეიძლება ვინმე მოვიდეს. ჯონჯოლის შეტევა მაქვს უკითხე. თუმცა არც ფათეგრე არის საქმე, ბუნებაში უმიზეზოდ არაფერი არ არსებობს და მით უმეტეს ადამიანის ორგანიზმში, მას აქვს თავისი მწირი ფუნქცია საჭმლის მრავლებელ ტრაქტში. ამერიკელი მეცნიერები ბოლოს მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ეს ჭიანაწლავი შესაძლებელია იყოს ბაქტერიების, საჭირო ბაქტერიების ამ შემთხვევაში, კარგი რეზერვუარი, მაგრამ როგორც კი ეს კეთილი ბაქტერიები შეერევა ერთი ბოროტი ბაქტერია, ბოროტდება ყველა, ვითარდება დანამატის ანთება, ვითარდება აპენდიციტი. აი, გავიგეთ როგორ ვითარდება ეს აპენდიციტი და შემდგომ რა ხდება, როგორ უნდა უშუალოთ ამ ყველაფერს. უნდა დავშვათ დიაგნოზი, აპენდიციტის დიაგნოსტირება ესე მარტივად ხელი დავადეთ და აპენდიციტი არ არის, იქ აუცილებლად საყურადღებოა გინეკოლოგიური პრობლემები შეიძლება იწოდეს, დაახლოებით იგივე ტიპის ტკივილს, იგივე არეში, სადაც ისინჯება და ტკივნეულია აპენდიქსი და ასევე შესაძლებელია კლინიკურად ძალიან ახლოს იყოს შარტკენჭოვანი დაავადების დროს გამოწვეული ტკივილი, ანუ ტკივილის, აი კენჭის გავლას რო ეძახიან, სანამ დავადგენდეთ, რომ კენჭის გავლა არის, შეიძლება ტკივილს გადმოგცემდეს პაციენტი ისეც, რომ გაფიქრებინოს, ხო არ არის აქ აპენდიციტი. ანუ საჭიროა დიფერენციალური დიაგნოზის გატარება ამ დაავადებებს შორის. ძალიან მარტივად ხდება ესეთი კონკრეტული დიფერენცირება დიაგნოზებს შორის. ეს არის გინეკოლოგიური პრობლემები, შარტკენჭოვანი დაავადება და აპენდიციტი. დიდ პროცენტში არის ქირურგიული ჩარევა ხდება საჭირო, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მარტივი ანთება, დროულად მოხდა დიაგნოსტირება, დახშული არ არის სანათური აპენდიქსის და შესაძლებელია ანტიბიოტიკოთერაპიით მკურნალობით გაუშვათ პაციენტის სახლში და არ არის აუცილებელი აღმოჩნდეს ეგრევე თქვა საოპერაციოში. ბუნებრივია ყველა მუცლის ტკივილი ოპერაციით არ დამთავრდება. რა თქმა უნდა და ყველა მარტივი ანთების გამო ვეცეთ ამ საცოდავ პატარა არსებას და მოვჭრათ, არ ვიქნებით მართლები. თუმცა ჩვენმა სტუმარმა ეს პრობლემა ქირურგიული გზით მოაგვარა, ანუ ოპერაცია გაიკეთა, სტუდიაში მოვიწვიოთ მშვენიერი ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი. თიკო გამარჯობა. საერთოდ როცა ტკივათ ხოლმე ადამიანებს მუცელი მაშინ მინდიან ეკიდან და შენ ვიცი რომ რაღაც განსხვავებული ისტორია. ძალიან საინტერესო ისტორია მაქვს, არ ვიცი კიდევ ვინმეს დამართნია თუ არა ეს რაღაც მოვიტყვე უბრალოდ 9-10 წლის ვიყავი, მშობლებს მოვატყვე სკოლაში არ მინდოდა წასვლა, რომ მუცელი მტკივა თქო და 2 დღე გრძელდებოდა ეს და ბოლოს ექიმთან მიმიყვანეს და სასწრაფოდ საოპერაციო. ანუ ერთი ის მკითხეს, რომ მუცელზე ხელი დამაჭირა და ტკივა თუ არა და კი რა თქმა უნდა ტკივა თქო, მერე გამატარეს და მარჯვენა ფეხი თუ გიკავდებაო, რო დადიხარო და აბა როგორ არ მიკავდება. შეკითხვასაც ისე ზუსტად ისმენდე რომ კარგად პასუხობდი. კი ან არა უნდა გეპასუხა მარტოა. რატოღაც მეგონა რომ იყოდნენ რომ ერთი თვე კიდე სახში იყოს ან ერთი კვირა და არ გაუშვათ სკოლაში 9-10 წლის რო ხარ, მეტი ფანტაზია არ გქონდა. უკვე საოპერაციო მაგიდაზე რომ დამაწვინეს, მივხვდი რომ რაღაცა მაშინ მივხვდი რომ ცუდად იყო შენი საქმე. ყველაფერი გაგრძელდა შემდეგნაირად რა, ქირურგი გამოვიდა მშობლების წინ ხელზე გაიხადა უთხრა ძლივს მივასწარი გახეთქვის პირზე იყო. ზუსტად ესე იყო. მოგისწრეს დედა და დედა ცრემლებში. ქირურგს მოდი ხელზე გააკონსოთ მიასწარით. კიდევ ერთი კარგი მაგალითი იმისი რომ ექიმს ტყუილი არ უნდა უთხრა. სწორია. საოპერაციოში შესვლამდე მაინც არ ჩავარდი პანიკაში და არ უთხარი რომ არ მინდა ოპერაცია. თუ აღარ გიჯერებდი. ვერ ხვდებოდი სადმე. იმდენად დაიჯერე შენ. პატარა რომ ვიყავი მათყობდნენ რომ არ ინერვიულო ფოტო უნდა გადაგიღოთ, ანუ არ ჩამაყენეს საქმის კურსში რომ ოპერაციას მიკეთებდნენ. ნუ ბოლოს მივხვდი უკვე ეს რაღაც ინსტრუმენტები. და სულ იმაზე ვფიქრობ, რომ ეს ოპერაცია რო არ გამეკეთებინა, ნეტა ეხა მექნებოდა თუ არა, სადმე მაინც დამჭირდებოდა. ამ
ამბობენ რომ მშობიარობის დროს ძალიან ხშირად უსკდებათ ხოლმე. მშობიარობის დროს ორსულობის დროს არის ხოლმე რისკი გამწვავები. არის ფაქტები, როდესაც ორსულობის დროს კეთდება აპენდექტომი, ანუ ხდება ანთება და არის ორსული საოპერაციო. ბავშვებში და სკოლამდელი ასაკის ბავშვებში განსაკუთრებულ სირთულეებს აქვს ხოლმე ადგილი დიაგნოსტიკის თვალსაზრისით. ძალიან რთულია გაიგო მართლა იტყუება ეს ბავშვი. ზოგი პირიქით, ახლა შენ პირიქით მოიტყუე სკოლაში წასვლა არ გინდა. ზოგი ბავშვი პირიქით მალავს და ამბობს რომ არ მტკივა ვარ და ტკივილი ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია. და უკვე ოპერაციის დროს შეიძლება დადგენა რეალურად პრობლემური იყო თუ არა. რა თქმა უნდა, დაიჭერ ხელში იმ ნაწლავს, ნახავ ანთებადია თუ არა. გარდა ამისა, ეს ამოკვეთილი ნაწლავი კიდე მორფოლოგიური შესწავლისთვის იგზავნება. შემიძლია ეხლა რომ უჩილო იმ ექიმს? ვის უნდა უჩილო? იქით საჩივლელი ხო? იმისთვის რომ სხვა ადამიანები აღარ შევიდნენ შეცდომაში და ბავშვებმა ასე არ მოატყუნენ მწარეთა მშობლები და ექიმები, ამისთვის გადავინაცვლებ სტუდიის მეორე მხარეს და გაჩვენებთ და აგიხსნით რა არის ძირითადი სიმპტომები, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. როდის უნდა მივიტანოთ ეჭვი აპენდიციტზე. 4 ძირითადი სიმპტომი არის. პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის მუცლის ტკივილი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი სიმპტომი. ტკივილი უნდა იყოს არაპროვოცირებული, ანუ ხელის დაჭერის და ყოველგვარი გასინჯვის გარეშე თუ ადამიანს აქვს ბოლო 6 საათის განმავლობაში ეს ტკივილი, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება აქ საქმე გქონდეს აპენდიციტთან ან მის დასაწყისთან. ტკივილის დაწყება ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ჭიპის ირგვლივ მიდამოში და შემდეგ ხდება ტკივილის მიგრაცია, ანუ გადანაცვლება მარჯვენა ქვედა კვადრანტში. აი დაახლოებით ამ ადგილზე გინახავთ ალბათ პოსტოპერაციული ნაწიბური სადა აქვთ ხოლმე. ესეთი მუდმივი ყრუ ხასიათის შემაწუხებელი ტკივილი არის ხოლმე. მოვლითი ტკივილები აპენდიციტს ნაკლებად ახასიათებს. მეორე სიმპტომი ეს არის ცხელება. როგორც კი ადამიანს მუცელი ატკივდება და თავს უდად იგრძნობს, სახლში მარტივად თერმომეტრით უზომავენ ხოლმე სიცხეს. 38-39 გრადუს ცელსიუსის ფარგლებში ახასიათებს აპენდიციტს ცხელება. ერთ-ერთი ხშირი სიმპტომი არის. ასევე ასეთ დროს ადამიანს აწუხებს გულის რევა და შეიძლება ჰქონდეს ღებინებაც. საკმაოდ ხშირი სიმპტომი არის და მეოთხე ეს არის უმადობა, ანუ ადამიანი საკვების მიღებაზე უარს ამბობს, არშია, არ უნდა საკვების მიღება, თავს გრძნობს სუდად. აი ეს არის 4 ძირითადი სიმპტომი. არ არის აუცილებელი რომ 4-ვე იყოს წარმოდგენილი, თუ ადამიანს აპენდიციტი აქვს, მაგრამ ეს არის 4 ძირითადი სიმპტომი, რომელსაც პაციენტის მშობლებმაც, პატრონებმაც და ექიმებმაც, რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა მიაქციონ. როგორც ზოგადი ქირურგი, რომელსაც ლევანის არ იყოს, ხშირად უწევს ამ ოპერაციის კეთება, აუცილებლად ვთხოვდი ყველა ტელემაყურებელს და ყველა პერსპექტივაში პაციენტს, რომელსაც ეს შეიძლება ჭირდეს, არც ერთ შემთხვევაში მუცლის ტკივილი დამეწყო და წავედით ახლა ოყნა გავიკეთეთ, არ შეიძლება, იმიტომ რომ შესაძლებელია ნებისმიერ ჩვენგან სჭირდეს ამ დროს აპენდიქსის ანთება, რომლის დროსაც ოყნის გაკეთება აბსოლუტურად უკუჩვენებაა. სიმპტომებზე ლაპარაკობდით და ყველაზე ხშირ სიმპტომად ამბობენ ხოლმე რომ ფეხს ვერ წევზევით, აი ფეხის გაკავება. კარგად იტყვებოდა. გაკავება, სხვა შორის თიკო გაუტარებიათ კიდევაც. ტესტი ჩაუტარეს. გამატარეს. გამატარეს, კი, გიკავდება. და ეს რამდენად რეალურია თქვათ ეს მითია თუ რეალობაა, ასე დავსვამთ ამ შეკითხვას. ფეხის გაკავება ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად გჭირს აპენდიციტი, ეს არის მითი. რა ხან მითებზე დავიწყეთ ლაპარაკი, ჩემი საყვარელი სეგმენტია გადაცემის მითი თუ რეალობა, მე მინდა ახლა დარბას მივმართო შეკითხვით. მითია თუ რეალობა, რომ ზესუმზირის ჭამამ შეიძლება გამოიწვიოს წავე აპენდიციტი. დარბაზის უმეტესობა თვლის, რომ ეს მითია, თუმცა გამოერიან ისეთი ადამიანები, რომელსაც ეს რეალობა გონიათ, სინამდვილეში ეს რა თქმა უნდა მითია. ასე დარბაზი მართალია, მაგრამ მოდით ახლა ავხსნათ, რატო შეიძლება იყოს აი 1-2 ადამიანისთვის რეალობა, ანუ რას ეყრდნობა მითი და რას ეყრდნობა რეალობა ამ შემთხვევაში. მითია თავისთავად ის, რომ ზესუმზირის ჭამამ გამოიწვია ამ ნაწლავის ანთება, მაგრამ რეალობაა ის, რომ აი ამ პატარა ნაწლავის ძალიან პატარა სანათურში შესაძლებელია მოხდეს ნებისმიერი საკვები, რომელსაც ვიღებთ ჩვენ. ეს შესაძლებელია იყოს ზესუმზირის მარცვალით, შესაძლებელია იყოს მწვანილის ფოთოლის და განავლოვანი მასა და წვრილი კალიბრის კურკები და ასე შემდეგ. ამიტომ შესაძლებელია მოხდეს იქ, მაგრამ აუცილებელი მიზეზი ზესუმზირის მირთმევა გაგრძელდება საოპერაციოში აპენდექტომიით, ეს ნამდვილად არ არის ეს. ერთხელ და სამუდამოდ მაყურებელს უთხრათ, რომ და ურჩიოთ რჩევის სახით, რომ მუცელში ტკივილის დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე ტკივილგამაყუჩებლის და მით უმეტეს ანტიბიოტიკის მიღება. არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში ოყნის გაკეთება, მუცელზე სათფურის დადება და მით უმეტეს თბილ აბაზანაში ჩაწოლა. ყველა ეს ჩამოთვლილი საშუალება დაავადების ძირითად სიმპტომატიკას წაშლის და საუბედუროდ დაავადებას გააღრმავებს.
მუცელში მწვავე ტკივილის განვითარება ყველაზე ხშირად დაკავშირებულია მწვავე აპენდიციტთან, რომლის დროსაც არაფრის ლოდვინის აზრი არ აქვს, აუცილებლად სწრაფად და დროულად უნდა მიმართოთ ექიმს, რათა დაისვას დიაგნოზი დროულად. ეს პაციენტს თავიდან ააცილებს გართულებას, ყველაზე ხშირი გართულება, რომელიც შეიძლება განვითარდეს ამ დროს მუცელში, ეს არის პერიტონიტი. იცით იქ რა არის პერიტონიტი? გასკდომის შემთხვევაში, რომ გასკდომის შემთხვევაში ინფექცია გავრცელებული მუცლის ღრუში. გადავიდეთ და გაჩვენებ, როგორ შეიძლება განვითარდეს პერიტონიტი. იცი რომელია აპენდიქსი? იცნობ ხშირად? სად არის? აი, აქ იქნება, ხო? მართალია რომ ის თქო. მან უნდა იყოს, ამ შემთხვევაში თუ ამას რეალობაში ესე არ ვაკეთებ. ეს არის აპენდიქსი. ეს არის თავის მთელი ზომით. არის ესეთი პატარა უნებელი უცოდელი, მაგრამ აი ეს რომ ბრაზდება და აქ რო დაახლოებით რა ზომის არის ბაქტერიების დაახლოებით არის 5-6 სანტიმეტრის ზომის. ეს არის ნორმა, როდესაც იქ არანაირი ანთებითი პროცესი არ მიდის და ეს ჩვეულებრივ არ გვაწუხებს. მე არ მაწუხებს, თორე შენ არ გაქვს რა შეგაწუხებს. ამ კაცს არასოდეს არ შეაწუხებს კიდე, პირობას გაძლევთ, დავაბრუნოთ ეს ყველაფერი თავის ადგილზე. დიდი მადლობა გადაუხადოთ სკოლა 21 საუკუნეს ამ მულაჟის მოწოდებისთვის და გადავიდეთ ახლა პერიტონიტზე და დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ ის პატარა უცოდველი უვნებელი ტიპი. ფორმით თვლათ ესე მრგვალი შეიძლება არ აღმოჩნდეს, მაგრამ აი აქ რო წარმოიდგინო, რომელიც ანთებადია, აი რო ითმენენ ადამიანები, რამოდენიმე დღე შეიძლება ითმენდეს, შეიძლება რამოდენიმე საათი ითმენდეს და პროცესი იმდენად შორს წასული ფორმა იყოს, რომ კედლის რომელიღაც ნაწილმა ინფიცირებას ვეღარ გაუძლოს და დაირღვა კედლის თლიანობა. ეს სითხე გამოდის მუცლის ღრუში. ესე შეიძლება სახეზე ამოგესხმოს. სახეზე ამოსხმა ბევრი რამის ხდება გახსნილი მუცლიდან, დამეთანხმებიან ქირურგები და კოლეგები. აი ამ სითხის ესეთი ნაკადი გადმოდინება ჩაღვრა თავისუფალ მუცლის ღრუში იწვევს ანთებას, ყალიბდება გენერალიზებული ინფექცია, რომელსაც ქვია პერიტონიტი. თუ დროულად მოხდება აპენდიციტის დიაგნოზის დასმა და დროულად მოხდება მკურნალობა, ეს პროცესი გამერწმუნე აღარ მოხდება და არ იქნება მე საჭირო. არა, ნემსით ძალით არავინ არ გიჩხლებს მან, რა თქმა უნდა. შენ შულს რო ატკივდეს და მოგატყუოს, ან არ მოგატყუოს, ან ისე ატკივდეს. მიხვდები ამ გადაცემის შემდეგ. ძალიან დიდი მადლობა მშვენიერ თიკოს. დიდი მადლობა თქვენ. ჩვენ დღეს დავამსხვრიეთ მითები იმის შესახებ, რომ ზესუმზირისგან არ ჩდება აპენდიციტი, რომ არ უნდა ვიმკურნალოთ ჩვენ თვითონ დამოუკიდებლად, არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება და დროულად მივიდეთ სამედიცინო დაწესებულებაში. არ გადართოთ რეკლამის შემდეგ კიდევ ერთ საშინელ ტკივილზე ვისაუბრებთ. რეკლამის შემდეგ გაიგეთ. აუტანელი ტკივილის მიზეზი მუცლის ღრუში. ცებ რაღაც თიკოს გამჭრა რაღაცა გადამჭრეს თითქოს. რა იწვევს კენჭის წარმოქმნას და როგორ აირიდოთ თირკმელ-კენჭოვანი დაავადებები? ძალიან ბევრი ფაქტორები არის, რომელიც კენჭის წარმოქმნას უწყობს და ექიმები კვლავ ეთერშია, ჩვენ ვსაუბრობთ თირკმელზე და თირკმლის დაავადებებზე. არსებობს თირკმლის უამრავი პრობლემა, მაგრამ მათგან ყველაზე უფრო მტკივნეული არის კენჭის გავლა. ბევრ პაციენტს ვთქვამ შემთთვის, რომ აი ეს ისეთივე ტკივილია, როგორც დაუშვათ სამშობიარო ტკივილები. ან უფრო მეტიც ზოგიერთი ამბობს, რომ მშობიარობისას ისე არ გამწარებულან, როგორც ერთი პატარა კენჭის გავლის დროს. კი. მე მინახავს ცხარე ცრემლით მოტირალი კაცები, რომელიც ამ დროს გაყაყობით ურიან ცრემლებს ამ ტკივილისგან. კარგით, მოკლედ შევთანხმდით იმაზე, რომ კენჭის გავლა მართლაც ერთ-ერთი ძალიან ძლიერი და ინტენსიური ტკივილი არის, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტკივილია, რაც ადამიანმა შეიძლება განიცადოს. მე მინდა პატარა ექსპერიმენტი გაჩვენოთ. აგიხსნით დაახლოებით, როგორ გაივლის შარცაწვეთში თირკმლის კენჭი. ეს ჩულკი ვის გახადე ხალე? აშკარად გაავს გახდილსთან. არც ჩულკი არ გამიხდია არავისთვის და არც ეს კენჭი ამომიღია ვინმეს თირკმელიდან, მაგრამ დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, აი ასეთი არასწორ კიდეებიანი კენჭები ჩდება ხოლმე თირკმელში და თუ ის გადავიდა შარცაწვეთში და დაიძრა, აი დაახლოებით აი ესე გაივლის შარცაწვეთში, აზიანებს მის კედლებს, უჭირს იგასვლა და შეიძლება რაღაც ეტაპზე ხაჭერნის, ხო, რაღაც ეტაპზე ის დიამეტრი დიდი აქვს, შეიძლება გაიჭედოს, ამიტომ თირკმლიდან წამოსული შარდი ვეღარ ჩადის შარდის ბუშში, თირკმელი გადაივსება, ასე ვთქვათ, შარდით, თირკმლის კაფსულა დაიჭიმება და აი სწორედ ეს არის ის ძალიან ძლიერი ინტენსივობის ტკივილი, რომელიც ადამიანებს ასეთ დროს ტანჯავს. კიდევ კაი ეს კენჭი მეტალის არ არის, თორე მეტალურ დეტექტორებზე ივლიდი ჭყიბინით მე. ეს ბევრი ჰობი არსებობს, ზოგი
რასაგროვებს, ზოგი რას თირკმლის კენჭებს თუ აგროვებს ნეტავინი. ბევრად ძვირი ღირს ცნობილი ადამიანის თირკმლიდან ამოღებული კენჭი. ჩაკ ნორისის კენჭია, ალბათ ჩაკ ნორისის კენჭი არ უჩნდება. კენჭს უჩნდება ჩაკ ნორისი. გეხოთ თქვენ მაგაზე საუბარი და ხუმრობა ჩაკ ნორისზეც და კენჭებზეც, მათ შორის, იმიტომ რომ მაგ კენჭების გავლამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იცის აუტანელი შეგრძნებების წარმოშობა და ასე სახალისოდ არ ახსენდებათ პაციენტებს ეს ყველაფერი და ეხლა მინდა რომ დარბაზში ვიკითხო ქონიათ თუ არა ვინმეს ჩვენი დამსწრე საზოგადოებიდან კენჭის გავლა. დარბაზის უმეტესობა აბსოლუტურად ჯანმრთელია და მას მივესალმებით, მაგრამ ერთი ახალგაზრდა ადამიანი ჩვენს წინ ზის და მან აღნიშნა რომ ქონია კენჭის გავლა. არ ვიცი, მშობიარობა არასდროს არ მქონია, მაგრამ კენჭის გავლა ნამდვილად ესეთი ეფექტური მომენტი იყო. წარმოგვიდექით თქვენი სახელი და ესო ჭღამაძე. ძალიან სასიამოვნო, ექიმები. კენჭის გავლიანი, გამარჯობა. ესე იგი შეგრძნება. მადლობა. შეგრძნება, არ ვიცი, ძალიან მტკივნეული იყო, ქუჩაში მოვდიოდი, ჩავიკეცე, ისე მეთქინა. მაგრამ მაგაზე კიდე უფრო ცუდი იყო ის, რომ მეგონა ბრმანაწლავი და წავედი ექიმთან და მახსოვს ესეთი ორი ფრაზა, ესე გადამულად არ მოხდა, შუაში რაღაც პაუზა იყო, მაგრამ ერთმანეთს დავაკავშირე. ექიმა თქვა ესეთი რაღაცა, რომ უროლოგთან არის გასაშვებიო. მაშინ არ ვიცოდიო თირკმელი უროლოგს ეხება, მარტო ერთი რაღაც ვიცოდი, რაც ეხება უროლოგს და მეორე ფრაზა, რომელმაც უფრო დიდ პანიკაში ჩამაგდო, არის დასაშლელია. მეთქი რა არის დასაშვები და თან დასაშვები. კარგად თუ არ მადლობთ. არა, მან როგორ არის, იცი, უროლოგს კი არ ეხება, ის ერთი რაღაცა, რომელსაც უროლოგი ეხება ხოლმე. ხო, და ეს არ ვიცოდი. და ყველაზე კარგი რჩევა რაც მომწეს, ეს იყო, რომ ლუდი სვიო. მას მე წლები გავიდა და ლუცვავ. ეს იყო და ეს ჩემი და მაგრამ თვითონ ის პროცესი როგორ და გვარი ხო არ გახსოვს მეც მინდა ეგეთ დანიშნულება. არა, მთხოვა რომ არ თქვა. არა. რეცეპტით იყო ეგ ლუდი თუ ისე მაშინ შეუძლია? არა, ისე შუმაც. ესო ტკივილი იყო ძლიერი თუ რა იყო ესა? ტკივილი იყო ძლიერი კი, ანუ აი არ ვიცი ქონია თუ არა რომ დაგცხება ტკივილისგან, ესეთი რაღაცა იყო, აი უცებ რაღაც თითქოს გამჭრა რაღაცა, აი შუაში გადამჭრეს თითქოს. მას შემდეგ რაც ეს პრობლემა დაამთავრეთ ქონიათ ანალოგიური პრობლემები განმეორებით? არა, 15 წლის ვიყავ. 15 წლის იყავით. არც თუ ისე იშვიათია სხვათა შორის ბავშვთა ასაკში ძალიან ხშირად არის ხოლმე მუცლის ტკივილით, როდესაც მოყავთ ხოლმე პაციენტები, ერთ-ერთი ხშირი მიზეზი სწორედ ეს არის ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა ესო. ესეთ თავისუფალი და მორით მოყვა ეს ყველაფერი, მაგრამ თვითონაც დამეთანხმება, რომ ეს აშინელი ტკივილია, იტანჯება ადამიანი ამ დროს ნამდვილად. დიდი მადლობა გულახდილობისთვის. მოდით ახლა მე მინდა ჩავატარო ერთი პატარა ექსპერიმენტი, რისთვისაც დარბაზიდან დამჭირდება მოხალისე. აი თქვენ ყველაზე ახლოს თქვენ ხართ და წამომყევით თუ შეიძლება. მოხალისე შეამჩნია კოტემ დარბაზში. გაღიმებული მოხალისე, მივესალმეთ. რა ქვია თქვენ? ანანო. ანანო. ძალიან სასიამოვნო, მე კოტე ექიმი ვარ, მოდი ხა ანანო და პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ ერთად. აკა გვაქვს თირკმელი, ასე წარმოვიდგინოთ. ეს წარმოვიდგინოთ, რომ არის შარდის ბუშტი. ხო, ეს გზა არის, რომელიც უნდა გაიაროს, თქვათ, შარდმა. ეს არის კენჭი, რომელიც ამ შარდ საწვეთში თირკმლიდან ჩავარდა და გაეჭედა. აი ახლა შეეცადე ძალიან ნელი ულუფებით, რომ წარმოვიდგინოთ, რომ თირკმელი გამოიმუშავებს შარდს და მიემართება შარდის ბუშტისკენ, ეს წყალი ჩაასხი აქ. აი, გაიჭედა. გაიჭედა, შესაბამისად შარდი უკვე დაგროვდა თირკმელში, შეავსო თირკმლის მოცულობა და იწყება აუტანელი ტკივილის პირველი ეტაპი. და წყალი გადის ძალიან ნელა და რაღაც პერიოდში კი იცლება, მაგრამ იმავდროულად აი ეს კენჭი, რომელიც აქ არის ესეთი ცუდ პოზიციაში მოთავსებული, იწვევს აი ამ შარდსაწვეთის კედლის დაზიანებას, მის გაფხაჭნას, მის გაღიზიანებას და ამის შედეგად ვითარდება უძლიერესი ტკივილები, რაც ჩვენმა სტომარმა აღნიშნა. ამის შემდეგ უფრო მაღალი წნევით დააწვება გამოყოფილი შარდი სადინარს და ტკივილით შესაბამისად მატულობს. სანამ აქ ხარ, წინამდგარი ხო არ ხარ ერთი წუთით, ზურგით რომ შეტრიალდე დარბაზისკენ. ხო? წარმოვიდგინოთ ანანო ზურგზე, ეხლა აქ დაახლოებით არის ეს ერთი გვერდი და მეორე გვერდი, სადაც თირკმელი არის მოთავსებული და აქედან მე წინა მიმართულებით გადადის ეს შარდსაწვეთები, სადაც ჩაედინება უკვე შარდის ბუჩი. დიდი მადლობა ანანო. მოკლედ გავუფრთხილდით თირკმელებს და ოდნავ მოგვიანებით ჩვენ კიდე გასწავლით, როგორ უნდა მოიქცე იმ დროს თუ თქვათ არის ასეთი პრობლემა, ან რომ არ წარმოიქმნას ასეთი პრობლემები. დიდი მადლობა. ასე რომ ყურადღებით იყავით. დიდი მადლობა. უფრო ზუსტად თუ რა პროცესები მიმდინარეობს ამ დროს ჩვენს თირკმელში. ამ ყველაფერზე დეტალურად სასაუბროთ ჩვენთან დღეს სტუმარი მოვიდა, მას ასე ექიმებთან სტუმარია უროლოგი პროფესორი ვლადიმერ პაპავა. მოგესალმებით ბატონო.
მოგზანდით, ვიცი რომ მობეზრებული გაქვთ თირკმელები, ყოველდღიური შეხება გიწევთ თქვენი აქტიური საექიმო საქმიანობიდან გამომდინარე, მაგრამ ჩვენც დაგახვედრეთ აქ ერთი თირკმელი. პირველ რიგში თუ შეიძლება გითხრათ, აი ამ თირკმლის მაგალითზე, სად ხდება კენჭის წარმოქმნა? კენჭის წარმოქმნა ხდება თირკმლის ფიალებში, ანუ ეს ფიალები არის თირკმლის თეთრი ნაწილი, ხო ბატონო? დიახ. მაინტერესებს აი აქ წარმოქმნილი კენჭის შემთხვევაში ტკივილს რა იწვევს? ტკივილს ერთადერთი პირობა არის აუცილებელი, რომ ფიალიდან კენჭის მიგრაცია მოხდეს, ანუ გადასვლა თირკმლის შარცაწვეთში. აი აქაც უფრო ზუსტად რო ვაჩვენოთ, აი ამ ჭრილში. ეს არის თირკმლის, ანუ ზემო ფიალა, შუა ფიალა, ქვემო ფიალა და ეს არის თირკმლის მეჯი. აი აქედან პირობა ტკივილის არის ის, რომ უნდა დაიძრას კენჭი და წავიდეს მიგრაცია ან უნდა მოხდეს კენჭის შარცაწვეთში, რაც სათანადო რეცეპტორებით გადაეცემა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, აქ იქნება ძალიან ძლიერ ტკივილი. ყველაზე მთავარი, რისი მიღება იწვევს კენჭს, რა იწვევს, რა ქმნის რისკს კენჭის წარმოქმნის? ძალიან ბევრი ფაქტორები არის, რომელიც კენჭის წარმოქმნას უწყობს ხელს. ეს შეიძლება იყოს ნაკლები სითხის მოხმარება, ასევე არის გენეტიკური განწყობა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება. ჭიყვი შესაძლებელია იყოს რისკ ფაქტორი, რა თქმა უნდა, შეიძლება კენჭის განვითარების თირკმელში. გამოჩეს კიდევ ერთადერთი ნაწლავზე ოპერაციული ჩარევები, როგორც არის სრული ნაწლავის ოპერაციები, ასევე მედიკამენტური C ვიტამინის ჭარბი მოხმარება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ქვეყნისთვის, აი კვებითი თვალსაზრისით, რა არის ის ძირითადი პროდუქტი, რომელიც თქვა ხელს უწყობს კენჭის წარმოქმნას. მე ვამბობ საკვებზე. მარილის ჭარბი გამოყენება ეს რა თქმა უნდა არ შეიძლება. ჩვეულებრივი სუფრის მარილს. სუფრის მარილის არ შეიძლება ნალექიანი ყავა, უნალექო ყავა, ცხიმოვანი პროდუქტები, ისპანახი, დიახ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორებში შედის ბოსტნეული, დიახ, მარილს და ამიტომ ეს ბატონო, ჩვენ აქ გვაქვს მოთავსებული გარკვეული ქვები, ასე ვთქვათ. როგორ გამოიყურება ესენი? თქვენ ახლა ხშირი შეხება გაქვთ და ახლა ეს არის რა საერთო აქვს ამ ქვებს თირკმლის ქვებთან? ეს მაგალითად ძალიან წააგავს შარცაწვეთის კონკრემენტს. ამ ზომის შეიძლება შარცაწვეთი? რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს კენჭები, შეიძლება იყოს 5 მმ-იანი, შეიძლება იყოს 12-იანი შარცაწვეთში, ეს ძალიან ინდივიდუალურია. ყველაზე გავრცელებული გზა აი ამ კენჭების მკურნალობის დღეისთვის ლითოტრიფსია, ანუ კონტაქტური დაშლა, ექსტრაქცია, ანუ კენჭის გამოღება. ლაპარასკოპიული მეთოდით, რა თქმა უნდა, ეს უკვე თანამედროვეა, ღია წესით ოპერაცია და ზოგჯერ ხდება ისეთი, რომ ძალიან დიდია ზომის კონკრემენტი და ხდება თირკმლის გაკვეთას და აქედან კონკრემენტის ევაკუაცია. არსებობს ერთადერთი ტიპის კენჭი, ჩარდმჟავა კენჭი, რომელსაც შველის პრეპარატის დალევა და ისე დაიშლება, ხო? იმოდის, რა თქმა უნდა, კიდევ მაინტერესებს, თქვათ, არანაირი ჩარევა. და შანსია, რომ რაღაცა ზომის ქვა გაიაროს უპრობლემოდ, ასე ვთქვათ. რომ ჭარბი რაოდენობით სითხის დატვირთვის ფონზე პაციენტმა სპონტანურად გამოიწვევს. და რა ზომის უნდა იყოს ეს კენჭი? ეს ძალიან ინდივიდუალური შედგება. ჯირითი კარგიაო ამბობენ კენჭოვანი დაავადების დროს. რაღაც რაიმე სიმართლესთან არის. ფიზიკური დატვირთვა ერთადერთი ის არის, რომ გაუძევებას უწყობს ხელს. ქუსლებზე ხტუნაობასაც ურჩევდნენ ჩვენი კოლეგები. ეს ხალხში გამეფებულია სხვადასხვა დატვირთვები, რომლებიც ხელაბაზანებში წვევიან, გამიგია, ბერულუც იღებენ ამასთან ერთად და საუნაშიც კი მიდის ზოგი. რა უნდა გააკეთონ, რომ არ გაჩნდეს კენჭი და თუ კენჭია, რა უნდა გააკეთონ, რომ იმკურნალონ ეს დაავადება? ძირითადი სამი პირობა, მე რაც შემიძლია პაციენტებს ურჩიო, ეს არის დამაყურებელს, ეს არის დიდი რაოდენობით, ანუ ჭარბი რაოდენობით სითხის მოხმარება და ახალგაზრდა წყალი, რა თქმა უნდა, წყალი, ეს უნდა იყოს 2-3 ლიტრა 24 საათის განმავლობაში, ეს უნდა იყოს კვების რაციონის მოწესრიგება, გულისხმობ ნაკლებ მარილიანი და კვების ანუ დიეტური პროდუქტების კვება და მესამე ეს არის რა წელიწადში ერთხელ აუცილებელია პაციენტმა მიმართოს სკრინინგს, ანუ ჩაიტაროს ულტრაბგერითი გამოკვლევა და პროფილურად თუ საჭიროდ ეხოსკოპიური კვლევა. მიუხედავად დიდი ტკივილისა, რომელიც ამ კენჭის გავლას ახლავს თან, როდესაც კენჭი გაქრება, როდესაც იგი ან დაიშლება, ან გამოძევებული იქნება, ეს ყველაფერი უკვალოდ ქრება, ნაერევიც კი არსად რჩება და ჩვენ ეს ტკივილი გვავიწყდება. გადაცემის ამ ნაწილში ჩვენ გავიგეთ, როგორ ჩნდება თირკმელში კენჭი. მივიღეთ რეკომენდაციები, როგორ უშველოთ თავს, როგორ დავეხმაროთ მეგობარს. დიდი მადლობა ჩვენ სტუმარს რჩევებისათვის. ჩვენ კი რეკლამის შემდეგ ახალი და ძალიან საინტერესო თემებით დაგიბრუნდებით. მადლობა. რეკლამის შემდეგ ექიმებში ნახეთ. ოპერაცია გადაცემის წამყვანი შესრულებით. ოპერაცია დასრულებულია, მადლობა ყველას. უფრო ახლოს გაიცანით ნაღლის ბუშტი. ნინო, ერთი ცუდი ამბავი მაქვს შენთვის. ხალები თურმე ორჯერ უფრო მეტად ხშირად ავადდებიან ნაღლკენჭოვანი დაავადებით. კაცებს რა მარტივი ცხოვრება გაქვთ, გადავირიე.
და ექიმები კვლავ ეთერშია. ჭიანაწლავზე აპენდიციტზე ჩვენ ბევრი რამე ვთქვით. თირკმელებზე და კენჭის გავლაც მიმოვიხილეთ. დღეს ჩვენ იმ მოულოდნელ ტკივილებზე ვსაუბრობთ, რომლებიც თქვენს მუცელში ჩდება და ლამის ხანდახან კედლებზეც კი გაყავხართ. კოდე ზუსტად მასე გადის ახლა ჩემი ერთი პაციენტი კედლებზე ნაღვლის ბუშტის ტკივილის გამო. მე ის კლინიკაში დავტოვე იმედით, რომ მცირე წინა საოპერაციო ესე ვთქვათ კონსერვატული მკურნალობა შედეგს მოიტანდა და ტკივილი მოიხსნებოდა, თუმცა ეს არ მოხდა და ასე რომ ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით, მე უნდა დაგტოვოთ თქვენს და მაყურებელს, ბოდიშს გიხდით ყველას. ამ ბლოკში ჩემს გარეშე გააგრძელეთ საუბარი, მე კი მომიწევს საოპერაციოში წასვლა. ჰიპოკრატე შენით იამაყებდა დათო? უკვე ამაყობს. რა თქმა უნდა, პაციენტი ყველაფერზე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ამიტომ ჩვენ აუცილებლად გაგიშვებთ, ოღონდ ერთი პირობით, თუ ჩვენი კამერა გამოყვება და შენს მიერ ჩატარებულ ოპერაციას მაყურებელთან ერთად მონიტორზე მივადევნებთ თვალყურს. ხომ გაინტერესებს? ერთი პირობით, თუ არ იხმაურებენ და ხელს არ შემიშლიან და ხელი მომაკიდებინენ და რაღაცები არ იქნება. სრული სიჩუმე და გაგონება თქვენი შესრულებული ოპერაციის. თუ გვპირდებით, კარგად მოვიქცევით. ოღონდ ბევრი სისხლი ძალიან არ ანახო ახლა ჩვენ. არა, ბევრი სისხლი თავისთავად არ იქნება, მეთოდი ლაპარასკოპიულია. დაგტოვებთ. მოდი გავამხნევოთ დათოც და ის პაციენტით, რომელსაც ამ ოპერაციის გადატანა მოუწევს. მოდი სანამ დათოს საოპერაციომდე მივა და სანამ ნაღვლის ბუშტს მიწვდება, მანამდე ერთ თემაზე კიდე გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება. იმაზე თუ რა არის ჯენერიკები. ამ ბოლო დროს საკმაოდ ბევრი პაციენტი მეკითხება, რა არის ეს ჯენერიკები და ინფორმაცია აინტერესებთ ამის თაობაზე. მოდით ერთხელ და სამუდამოდ დაუხსნათ მაყურებელს, რა არის ეს პრეპარატები, ვნახოთ ვიდეო ამის შესახებ. ჯენერიკი ეს არის ორიგინალური ფორმულა ქიმიური ნივთიერება, რომლის გადადაც დამზადდა ესა თუ ის მედიკამენტი. მაგალითად, განვიხილოთ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ხმარებული მოსახლეობაში პრეპარატი იბუპროფენი. იბუპროფენი თვითონ ქიმიური ნივთიერება არის ჯენერიკი, იგი დაამზადა მაგალითად ავიღოთ დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ ბუცმა. მაგრამ დაამზადა რა იბუპროფენი, მას არ დაარქვა იბუპროფენი, არამედ დაარქვა ბრუფენი. აქედან გამომდინარე, ჯენერიკი არის იბუპროფენი, მაგრამ ორიგინალი სახელწოდება მედიკამენტის არის ბრუფენი. დაახლოებით 80%-მდე მედიკამენტებისა, რომელიც გამოიწერება ამერიკაში, არის სწორედ ჯენერიული პრეპარატები. რა თქმა უნდა, ამის ძირითადი მიზეზი არის ფინანსური мотиваცია, რომ ჯენერიკები ხელს უფრო იაფი, ბევრად უფრო იაფი, ვიდრე ორიგინალი პრეპარატები. სოფლიოში ცნობილია ორი ესეთი ყველაზე ავტორიტეტული და ამასთან ერთად ყველაზე მკაცრი ორგანიზაცია, რომელიც მსგავს მექანიზმებს აკონტროლებს, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ეგრეთ წოდებული FDA და ევროპაში არის მსგავსი ორგანიზაცია, ასევე ტრანსნაციონალური ძალიან დიდი ეგრეთ წოდებული IDA. FDA და IDA ახორციელებენ სწორედ იმის კონტროლს, რომ ჯენერული პრეპარატები, რომლებიც რეგისტრირდებიან, რომლებიც იწყებენ პროდუქტის გამოშვებას, იყვნენ ბიოეკვივალენტური, ანუ იდენტური ორიგინალური პრეპარატებისა. ყველაზე დიდი პაკეტი ასეთ ორგანიზებული შემოტანისა ქვეყანაში აქვს ფარმაცევტული კომპანია GPC-ს და შესაბამისად ჯენერული პრეპარატები იყიდება GPC-ს აფთიაქების ქსელში და ასევე City Pharma-ში. ანუ FDA-ის მიერ დამტკიცებული ამ მედიკამენტების ხმარება ამერიკის შეერთებულ შტატებში და იგივე ლიცენზიით არიან ეს მედიკამენტები შემოტანილი საქართველოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მედიკამენტი მოხმარებისათვის არის უსაფრთხო და ეფექტური. გავიგეთ, რომ ჯენერიკი ეს არის წამალი, რომელიც იყიდება მისი ქიმიური ფორმულის სახელწოდებით და მისი გამოშვება შეუძლია ნებისმიერ ფარმაცევტულ კომპანიას, რომელიც ამ ლიცენზიას შეიძენს. ამიტომ ღირს ზოგიერთი ასეთი პრეპარატი უფრო იაფი. ნეტა ჩვენი დათორაშობა ახლა. სანამ ის ჩაგვერთვება, მოდით ზოგადი ინფორმაცია მივაწოდოთ მაყურებელს ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებით. მოდით ავხსნათ რა არის ნაღვლის ბუშტი. ეს არის პატარა მსხლისებრი ფორმის ორგანო, ტომრისებური ორგანო, ჩვენი ღვიძლის ქვეშ მდებარეობს დაახლოებით აი ამ ზონაში, რაც წარმოადგენს ნაღვლის წვენის დროებით რეზერვუარს. ნაღვლის წვენი არის სითხე, რომელიც ჩვენი ღვიძლი გამოიმუშავებს და ის გვეხმარება საკვების მონელებაში, ის გროვდება ნაღვლის ბუშში, საკვების მიღების შემდეგ ნაღველი გადმოვა სანაღვლის ადინარების საშუალებით ნაწლავის სანათურში და უკვე გვეხმარება საკვების მონელებაში, განსაკუთრებით ცხიმოვანი ბუნების ნივთიერებების მონელებაში. უფრო თვალსაჩინოდ რო გაჩვენოთ დაახლოებით როგორ მოქმედებს ნაღველი ჩვენს ორგანიზმში, აი წარმოვიდგინოთ რომ ეს არის ჩვენს მიერ მიღებული საკვები, განსაკუთრებით თქვათ რომ აი ცხიმოვანი საკვები იყოს, რომელიმე წარმოვიდგინეთ თქვენ თვითონ და ნახოთ როგორ მოქმედებს მასე ნაღველი, ანუ მივიღეთ საკვები ნაღვლის ბუშტიდან, იმ დროებითი რეზერვუარიდან, რომელიც კოდამ გითხრა წამოვიდა ნაღველი და ის როგორ იმოქმედებს ამ მიღებულ საკვებზე. აი დაახლოებით ასე გაადნობს მას და უკვე გვეხმარება ეს ყველაფერი ჩვენი მიღებული საკვების მონელებაში და მის კარგად ათვისებაში.
აი როგორც ხედავთ ნაღლის წვენში გაიხსნა ეს ცხიმი, ზუსტად ასე ინელებს ადამიანი ზოგიერთ ცხიმოვან საკვებს. ანუ როგორც უკვე გავიგეთ და აგვიხსენით, ნაღლის ბუშტის ფუნქცია არის სწორედ ნაღლის წვენის შენახვა, ან ეს არის რეზერვუარი. ზოგჯერ ნაღლის ბუშტში ნაღველი ილექება, ჩნდება ესეთი ნალექი, რომელიც შემდგომში შეიძლება გადავიდეს კენჭებში და ჩამოყალიბდეს ნაღლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება. თუ ის კენჭი გაიჭედება სანაღლის ადინარში, ნაღლის ბუშტი გაიბერება, გადაიჭიმება, ეს იძლევა ძალიან ძლიერ ტკივილს, რომელიც ადამიანისთვის ძალიან რთული ასატანია. ანუ პრინციპში კენჭი შეიძლება ქონდეს ყველა ადამიანს ნაღლის ბუშტში, მაგრამ სანამ ის არ შეგვაწუხებს, ანუ არ გაიჭედება, როგორც ლევანმა თქვა, არანაირი დისკომფორტი შეიძლება არ იყოს. მაგრამ აუცილებელია, ამიტომ პერიოდულად ექიმთან მისვლა და ულტრაბგერითი კვლევის საშუალებით ჩვენი ნაღლის ბუშტი შემოწმებდეს. ესე რა შეხმატკივრებულად მიყვავს გადაცემა თუ შეაკვეთ. მე მგონი გვიშლის ეს წვერებიანი ექიმი რო ყავს ერთ. აღარ მოუშვათ თემაში. მე მგონი არ გჭირდება და თუ არა. დავტოვოთ საოპერაციო. იყოს და ოპერაციები აკეთოს. ძალიან გჭირდება დათო გვაპატიებს და გაგვიგებს. ეს ის 4 სიმპტომი არის, 4 ძირითადი სიმპტომი არის, რომელიც ახასიათებს ქოლეცისტის, ანუ ნაღლის ბუშტის ანთებას. როგორც ხედავთ, ეს სიმპტომები ძალიან გავს მწვავე აპენდიციტის სიმპტომებს. ამიტომ დიფერენცირებული დიაგნოზის ჩატარება აუცილებელი არის. ამ ყველაფერს ექიმი გააკეთებს და ის გაარკვევს ქოლეცისტიტი გაქვთ, მწვავე აპენდიციტი გაქვთ თუ არც ერთი მათგანი თქვენ არ გაწუხებთ. ლევან, მე გამიგია, რომ განსაკუთრებით თუ ცხიმიან საკვებს მიიღებ, იწყება ტკივილი. ეს იმიტომ ხდება ხოლმე, რომ საკვების მიღების შემდეგ ნაღველი, როგორც შენ წეგან აგვიხსენი, უნდა გადავიდეს ნაცლავში, უნდა გადაიღვაროს, ნაღლის ბუშტი უნდა შეეკუმშოს. მომაწოდეთ კენჭები და გაჩვენებთ რა ხდება ასე დროს. დავაბრუნოთ ეს კენჭები თავის ნაღლის ბუშტში. აი წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ნაღლის ბუშტი. სიმართლე გითხრათ, ფორმით მაინც და მაინც არ წააგავს, მაგრამ შეგვიძლია რომ წარმოვიდგინოთ, დაახლოებით კი წააგავს წყლის ფორმას. კენჭები, როდესაც აი ესე თავისუფლად არის მოთავსებული ნაღლის ბუშტში და არ იწევს ნაღლის შეგუბებას, არც ტკივნეულია ის და დისკომფორტს არ გვიქმნის. ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კენჭები წამოვიდა და გაიჭედა სანაღლის ადინარში, ეს გამოიწვევს ნაღლის შეგუბებას, რაც უკვე იწვევს ტკივილს და შემდგომში უკვე ნაღლის ბუშტში ანთებით ცვლილებებს. ნინო, ერთი ცუდი ამბავი მაქვს შენთვის. ქალები, თურმე, ანუ მდედრობითი სქესის ადამიანები ორჯერ უფრო მეტად ხშირად ავადდებიან ნაღლკენჭოვანი დაავადებით. კაცებს რა მარტივი ცხოვრება გაქვთ გადავირიე რა. სამაგიეროდ თქვენ არ გემართებათ პროსტატიტი. ნაღლის ბუშტის კენჭების წარმოქმნასთან დაკავშირებით სამი ძირითადი რისკ ფაქტორი არსებობს. ეს არის ოჯახური ისტორიის ანამნეზი, გენეტიკა, ეს არის სქესი, როგორც უკვე ვთქვით, ქალებს უფრო ორჯერ უფრო მეტად ხშირად ემართებათ ეს პრობლემატიკა და ასევე ჭარბი წონა, რაც ერთ-ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია ნაღლკენჭოვანი დაავადების პროვოცირებაში. ნაღლის ბუშტის გარეშე სიცოცხლე პრინციპში შესაძლებელია, დაავადებული ნაღლის ბუშტის მკურნალობაზე დიდად თავს არავინ არ იწუხებს და პირდაპირ ქირურგთან მიდიან ხოლმე მის ამოსაჭრელად. დღესდღეობით არის მედიცინაში ისეთი ბრწყინვალე მეთოდი, როგორც არის ლაპარასკოპიული მეთოდი და ადრე თუ ძალიან დიდ განაკვეთს აკეთებდნენ მუცელზე იმისათვის, რომ ნაღლის ბუშტის ამოკვეთა მოეხდინათ, ეხლა ეს ხდება ძალიან მცირე ჩარევით. ანუ შესაბამისად ეს ძალიან კომფორტული და ადვილად გადასატანი ოპერაცია პაციენტისთვის. სწორედ ესეთ ოპერაციას აკეთებს ახლა დათო. პროდიუსერი გვაცნობებს, რომ დათო მოემზადა უკვე ოპერაციისთვის და ამ მომენტს ველოდებით უკვე რა ხანია, მოდი ვნახოთ რა ხდება საოპერაციოში. აი როგორც ხედავთ, დათო ეხლა ხელებს იმას, ანუ ემზადება საოპერაციოში შესასვლელად. ქირურგიული დამუშავება ხელების. შევიდა საოპერაციოში. აცმევენ მას სტერილურ ხალათს. ხელთა თბას. სად არის? აი როგორც გითხარით, ეს არის ენდოსკოპიური ქირურგია, სპეციალური ტროაკარების საშუალებით. მუცლის ღრუში შეყავთ კამერა, რომელთაც ხდება ვიზუალიზაცია და ამ პროცესს ქირურგები უყურებენ მონიტორზე. აი ხედავთ მონიტორს. აქ აპენდექტომია გაკეთებული პატარა შეფურცება, მაგრამ არაფერი. აი აკეთებენ ახლა მუცლის ღრუს რევიზიას. უნდა მონახონ ნაღლის ბუშტი. წავიდა. აი ნაღლის ბუშტი, რომელიც სპეციალური დამჭერების საშუალებით უჭირავთ. ეს არის მონიტორი, რომელთაც ოპერაციის განმავლობაში ხდება მონიტორინგი სასიცოცხლო მაჩვენებლების. ეს არის ნაღლის ბუშტი. ახლა იწყება ელემენტების გამოყოფა. აი ახლა ხდება შეხორცებების გათიშვა და ნაღლის ბუშტის გამოთავისუფლება. ზევი დამონახე ერთ წუთაებში ვარ. გრძელია ჩვენი ბუშტი. სო, აღარ უნდა მოიძებნოს და გადაიკვანძოს და გადაიკვეთოს არტერია და სანაღლის ადინარი. ახლა სწორედ სანაღლის ადინარს კვეთავენ მაკრატლით. აი ერთი წვეთი ნაღველიც გამოჩნდა აქ ზუსტად.
ეხლა დაიწყებს დათო ნაღვლის ბუშტის ღვიძლის სარეცელიდან მოცილებას. ის ღვიძლია წითლად რაც ჩანს და ეს არის ნაღვლის ბუშტი მთლიანობაში. აი ნელ-ნელა გათავისუფლებულია. ეს ყველაფერი ხდება ელექტროკოაგულაციით, კონტეინერის საშუალებით მუცლის ღრუდან აი პირდაპირ ამოვარდა ნაღვლის ბუშტი. რომელშიც ალბათ მე გვაჩვენებს დათო რა იყო შიგნით ამ ნაღვლის ბუშტში ან რატო გაკეთდა საერთოდ ეს ოპერაცია. ოპერაცია დასრულებულია, მადლობა ყველას. გაიხარეთ. ამ ეს იქით გავჭრათ. ეხლა გაიკვეთა ნაღვლის ბუშტი და ნახავთ მიზეზს რატო გაკეთდა ოპერაცია და რატო იყო მწვავე. ვაიმე რამხელა? ეს პრეპარატი, რომელიც იგზავნება მორფოლოგიურ გამოკვლევაზე. კონკრემენტი ქვა. რაც იწევდა ამ მწვავეს და ამ სიმპტომებს, რაც აღენიშნებოდა პაციენტს ოპერაციამდე. ბრავო დათო. მოკლედ ყველაფერა კარგად ჩაიარა. ძალიან დიდი მადლობა დათო. შენ ზუსტადობაში რა თქმა უნდა ეჭვი არ გვეპარებოდა. დათო გემშვიდობებით ისევე როგორც შენი პაციენტი დაემშვიდობა თავის ნაღვლის ბუშტს. სულ რაღაც 7 დღეში გამოშუშტება და დაუბრუნდება თავის ჩვეულ ცხოვრების რიტმს. ამ გადაცემაში ჩვენ ჭიანაწლავზე, თირკმლ-კლენჭოვან დაავადებაზე და ნაღვლის ბუშტის პრობლემატიკაზე ვისაუბრეთ. მათ შესაძლო გაჩენის მიზეზებზე და მათგან თავის დაღწევის გზებზე. კიდევ უფრო საინტერესო გვექნება მომდევნო გადაცემები, ექიმები შემდეგ კვირამდე გემშვიდობებით დროებით.